გამარჯობა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაში ნატოში ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ამას გარდა მხარეებმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა რესტავრაციის თემაზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეკლესიებში ქართველ სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუშვებენ, რათა მათ სრული აღწერა და აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ მოამზადონ. შეხვედრისას საუბარი ასევე რაბათის ციხის საკითხსაც შეეხო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს წიგნი ახალი საქართველო ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003-2012 დაათვალიერებინა, რომელშიც რაბათის ხედებიც არის შესული. მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. En son sizi İstanbul Havalimanı'nda bu Somali'den kurtarılan denizcilerle görmüştüm. And I tell you, I bike there almost every year.